საათზე მეტია უკვე უზენაეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არის იურისტების და მოქმედი ადვოკატების აქცია. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც ახლა რეჟიმის ტყვე არის, ვინც ნახა ადამიანები, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდა ივანიშვილის პოლიცია და ადამიანები, რომლებიც საკუთარი დარღვეული უფლებების აღსადგენად იბრძვიან. ზოგი წლებია იბრძვის, თუმცა განსაკუთრებით მძიმეა ვითარება, როგორც იურისტები აფასებენ ბოლო პერიოდში, როდესაც ადამიანებს ცემენ საპროტესტო აქციებზე, იტაცებენ და სხვადასხვა საფუძვლის გარეშე აპატიმრებენ ან აჯარიმებენ. ბევრი იურისტი არის ამ დროისთვის უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც უკვე გითხარით, აქ არიან მოქმედი იურისტები, ასევე ბევრ მათგანს ხელში აქვს საქართველოს კონსტიტუცია, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც მათი შეფასებით ქართულმა ოცნებამ საერთოდ საკუთარ მოქალაქეებს თავზე გადაახია და არანაირი მნიშვნელობა უკვე ამ დოკუმენტს არ აქვს. ასევე ძალიან ბევრი არის მოსული ნაწამები ადამიანების ფოტოებით, მეტი ილუსტრაციისთვის, იმისთვის თუ რა დღეში ჩააგდო რეჟიმმა მოქალაქეები. პირდაპირ ეთერში ვართ. შეიძლება გაგესაუბროთ, თქვენ ფოტოც გაქვთ ადამიანის, რომელსაც სისტემა გაუსწორდა საკმაოდ სასტიკად. რა სამართლებრივი სახელმწიფო შექმნა ქართულმა ოცნებამ? პირიქით, სამართლებრივი სახელმწიფოსგან ძალიან შორს მდგომი რეჟიმი აქვს შექმნილი ამ პარტიას, რომელსაც ოცნებაც კი აღარ შეიძლება ეწოდებოდეს, იმდენად გააუფერულა და გააუფასურა ყველაფერი. ეს არის რეჟიმი, რომელიც დგას კონსტიტუციის დარღვევაზე, ადამიანის წამებაზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელაზე და ეს რეჟიმი აუცილებლად ქვეყანაში უნდა დასრულდეს. დიდი მადლობა. უსმენდით ერთ-ერთ აქციის მონაწილეს, პირდაპირ ეთერში ვართ, კი ბატონო. როგორც მოისმინეთ, სამართლებრივი შეფასება და ზოგადად სამართლებრივი ჩარჩო ამ ხელისუფლებას არ აქვს. თქვენი სათქმელი რა არის? ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ძალადობის და უფლებების დარღვევის შემთხვევები ვნახეთ. რა სისტემა აქვს ქართულ ოცნებას? რა რეჟიმში მუშაობენ ისინი? ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველა მოქალაქე დღეს აპროტესტებს, მათ შორის ჩვენც იურისტებიც არის, ის უსამართლობის შეგრძნება, რასაც ყველა ჩვენ გვგრძნობთ. უსამართლობის შეგრძნება, უკანონობა ქვეყანაში, ის რომ დაცულები არა ვართ, არც ჩვენ, არც საქართველოს მოქალაქეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქისთვის ზოგადად ვფიქრობ და აი სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ვიგრძნოთ თავი დაცულად. მანამდე ვფიქრობ, არ უნდა შევეგუოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოთხოვნა დაგვიკმაყოფილდეს და მივიღოთ. დიდი მადლობა. თქვენც რომ გითხრათ, პირდაპირ ეთერში ვართ, ანუ რას ვუყურებთ ყველანი, მათ შორის პირდაპირ ეთერში, როგორ იქცევა პოლიცია, როგორ გასულია? ეს არის უპრეცედენტო, რაც საქართველოში ხდება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ქვეყანას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან გაფორმებული, ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს და უვიზო რეჟიმი აქვს ევროპულ ქვეყნებთან, ევროკავშირთან, წარმოუდგენელია ასეთი სახის რეპრესიები, ასეთი სახის ზეწოლა ადამიანებზე და აი ესე დღისით ბზისით კურსის პირდაპირ ცვლილება. ეს არის დაუშვებელი. ამას ქართული საზოგადოება უბრალოდ არ დაუშვებს, იბრძოლებს ბოლომდე. ყველა მეთოდით, რაც მშვიდობიან ჩარჩოებში ჯდება ბუნებრივია. რაც შეუძლია ქართულ ხალხს ყველაფერს გააკეთებს. ჩვენც იურისტები შეკრებილები ვარ და ალბათ ის ნაწილი ვარ საზოგადოების, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის უსამართლობას. იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ზუსტად სამართლიანობას ემსახურება. ამიტომ ჩვენც მიუღებელია ეს და ასეთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვიცხოვრებთ მომავალში, თუ არ დაბრუნდება ეს ქვეყანა მშვიდობიან ჩარჩოებში, თუ არ დაუბრუნდება ევროპულ გზას და აუცილებელი ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები და იქამდე პოლიტპატიმრების განთავისუფლება. დიდი მადლობა. უსმენდით მონაწილეს ერთ-ერთ აქციისას. პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთ. სამართლებრივად თუ შეიძლება რომ შევაფასოთ ის ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში, ძალადობა ყოველდღიურად, ადამიანების გატაცება, მათი ცემა, რასთან გვაქვს საქმე, ანუ რას ვუყურებთ ყველა ბოლო პერიოდში? ძალიან რთულია ახლა ამ ყველაფერზე მხოლოდ სამართლებრივი ჭრილში ვისაუბროთ, მთავარი პრობლემა არის, რომ სამართალი არ გუშევს. და გავსაუბრობდით, რომ
მე კერძო სამართალში ვმუშაობ, მაგრამ განსაკუთრებით მათთვის, ვინც სისხლის სამართალში ან ადმინისტრაციულ სამართალში მუშაობენ და უწევთ იმ საქმეებზე ადვოკატად გამოსვლა, რომელსაც ჩვენ ეს ყოველდღიურად ხედავენ, ფაქტობრივად პროფესია დაკარგეს, იმიტომ რომ აბსოლუტურად უგულებელყოფილია ნორმები, მტკიცებულებები და ასე შემდეგ. და თავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ როდესაც იურისტები აქ შევიკრიბეთ, აქ მარტო იმაზე არ არის, პირველ რიგში იმაზეა საუბარი, რომ საქართველოს და ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა და ევროპული ოჯახის წევრი და გარდა ამისა ჩვენს პროფესიას ფაქტობრივად აზრი ეკარგება, იმიტომ რომ თუ სამართალი არ არის, მაშინ იურისტის პროფესიაც უსარგებლო ხდება და ეს მეორადი, ასე ვთქვათ, წუხილი ჩვენი ეს არის. მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ყველანი ვართ მომხრე ევროპული არჩევანის და წინააღმდეგი სხვა არჩევანის. დიდი მადლობა. გიორგი, რო გაგესაუბროთ, ბევრი იურისტი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში სადაც აღარ არის უკვე სამართალი, იურისტების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. ბოლო პერიოდში, ანუ პროტესტია, ბევრი პროფესიის ადამიანია გამოსული ქუჩაში, მაგრამ ამის პასუხად ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს უკაცრავად კანონებს და კიდევ უფრო მეტად მარწუხებში აქცევს საზოგადოებას. საით მიდის ქართული ოცნება? ქართული ოცნება დიდი ხანია აცდა კონსტიტუციის გზას. ეს დოკუმენტი მათთვის უბრალოდ მაკულატურა გახდა. რეალურად ის არის ქვეყნის მთავარი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ ქართული ოცნებაში ვინც არიან, მათთვის კონსტიტუციაც, არ ვიცი, ღმერთიც, ყველაზე მთავარი სიტყვაც არის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა. და ფაქტობრივად, ანუ ის, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები, ამ სამართლებრივმა დოკუმენტებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგა დღევანდელ საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება უხვევს კონსტიტუციის გზიდან, უხვევს ევროპული გზიდან, ქვეყნის მომავალი საერთოდ არ ადარდებთ მათ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა. ხედავთ, რომ ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია, ფეხქვეშ არის გათელილი, ხედავთ ადამიანებს, ნაცემებს პოლიციის მხრიდან, დაკავებულებს, ნაცემებს და ეს ნაცემები არ არიან უბრალოდ ეს ადამიანები, ისინი ფაქტობრივად წამებამდე არიან მიყვანილი, ნაწამები არიან ეს ადამიანები. ანუ ამ ქვეყანაში არც კანონს აქვს უკვე აზრი, არც კონსტიტუციას, არც არაფერს ქართული ოცნება სანამ იქნება ხელისუფლებაში. ანუ ის რაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ქვეყნის არა მარტო ევროპული მომავლის დასამარება, არამედ ქვეყნის მომავლის დასამარება და ქვეყანაში, არ ვიცი, რაღაც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმება. ხედავთ ჩვენ, რომ საჯარო მოხელებთან მიმართებით საჯარო სამსახურის კანონს ცვლიან და ფაქტობრივად მათ არავითარი გარანტია აღარ აქვთ. ვინც ვიკრიბებით ქუჩაში, მათ არ ვიცი, სრულიად უმიზეზოდ დაგვიჭერენ, დაგვაჯარიმებენ, არ ვიცი, გაგვისწორდებიან. ანუ ყველანაირი სივრცეს გვიზღუდავენ იმისთვის, რომ ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი არ გამოვთქვათ. სანამ დროა, მეგობრებო, არ ვიცი, ვინც გვიყურებთ, გვისმენთ, აგერ იურისტები და ადვოკატები ვართ აქ შეკრებილები და ხედავთ იმას, რომ ამ პროფესიას აზრი ეკარგება კი არა, სამართალს და კანონიერებას ეკარგება. აზრი ამ ქვეყანაში და სანამ დროა, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა და მანამდე უნდა გავაჩეროთ ეს კრიმინალური დაჯგუფება, თორემ უკვე მერე გვიანი იქნება. დიდი მადლობა. უსმენდით აქციის მონაწილეებს, ანუ იურისტებს, რომლებიც არიან ამ დროისთვის უზენაეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, ისინი მოსულები არიან ბანერებით, პლაკატებით, რომელზეც არის სხვადასხვა წარწერა და ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ახლა აქვთ იურისტებს და ადვოკატებსაც გაგვაუქმებთ, ეს არის შეკითხვა, შეიძლება მათთვის რიტორიკული, თუმცა მაინც ვავენ ამ კითხვას და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისინი ამბობენ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება არის მნიშვნელოვანი, რადგან ქართულმა ოცნებამ შექმნა სისტემა, სადაც ადვოკატებს ფუნქცია ეკარგებათ, რადგან სასამართლოებშიც ისინი მიდიან, სადაც ხვდებიან უკვე მოსამართლეები გამზადებული გადაწყვეტილებები. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ეს კომენტარები. ავტორიტეტულ ქვეყანაში პირველ რიგში ადვოკატებს გძალავენ, სიტყვის თავისუფლებას გძალავენ და სწორედ ამიტომ დავსვი ეს შეკითხვა. ის ცვლილებები, რასაც გეგმავს ქართული ოცნება, ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ხმის ამოღების უფლება არ ქონდეს მოქალაქეებს და მათ შორის ადვოკატებს. როდესაც მივდივართ სასამართლოში, არანაირი აზრი არ აქვს სასამართლოში შესვლას და საერთოდ განხილვაზე დასწრებას, იმიტომ რომ წინასწარ ვიცით გადაწყვეტილება რა იქნება. შესაბამისად, უფუნქციოდ რჩება ადვოკატის და ადვოკატის როლი. საკმაოდ
დაეცა ის ნდობა საზოგადოებაში, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ ნდობა მოიპოვა პოლიციის მიმართ. ძალიან მაინტერესებს, როდესაც ჩვენ დავამთავრებთ ამ პროცესებს და კვლავ მოგვიწევს განყოფილებებში მისვლა გამოძიების პროცესში. რა თვალით უნდა გვიყურონ ამ პოლიციელებმა, რომლებიც უმოქმედოდ იდგნენ და არ შველიდნენ თავიანთ თანამემამულეებს. მომიწია მე ვიძიებდი არაერთ ასეთ იმ ხელისუფლების ძალადობრივ საქმეებს, მათ შორის 7 ნოემბერი, 26 მაისი და არაერთხელ მისაუბრია მეც და სხვასაც. ასეთი ამ მასშტაბის ძალადობა, ასეთი სისტემატიური ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი ნაცემი და ნაწამები ადამიანი და ამ ტიპის უკანონობა მე არ მახსოვს. გახსოვთ ჩვენი ასე ვთქვათ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის და შემდეგ პრემიერის და ეხლა არ ვიცი რა დავარქვა კობახიძის ცნობილი ფრაზა იყვნენ ცუდები და ეხლა გახდნენ კარგებიო მოსამართლეებზე არ დაიჯეროთ იყვნენ ცუდები და ეხლა გახდნენ უარესები ვიდრე მაშინ იყვნენ. კონსტიტუცია გადაიხია ხელისუფლებამ თავზე. მე მინდა უბრალოდ ჩემს კოლეგებს ვკითხო. ამისთვის სწავლობდით და ამას სწავლობდით, რომ მე ეს კონსტიტუცია თავზე დაეხიათ. რაღაც ძალიან გული მწყდება ახლა ვამბობდი ზუსტად ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელი არის მოსამართლე და რო უყურებ ძალიან გული მწყდება ისეთი გადაწყვეტილებები გამოაქვს. მე მგონი რომ ამისთვის არ გიწოლია. როცა სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოლდით ადვოკატები, ჩვენ ვამბობდით რომ ნებისმიერ ხელისუფლებას შევებრძოლებოდით, თუ დაიწყებოდა ადამიანების წამება, სადიზმი. დღეს ჩვენ ხედავთ რომ უთავო გველეშაპი, ჩემი აზრით ფეოდალი გადავიდა ადამიანების წამებაზე, არა ადამიანურ, არა ჰუმანურ მოპყრობაზე და ეს არის ჩემთვის მეუღებელი და სადაც იდგება ჩემი კოლეგა, რომელიც გააპროტესტებს ძალადობას, იქ იქნება ყოველთვის აზა ხატიაშვილი და ამას უზენაეს სასამართლოს მოეძახით რა. ეს არის მურუსიძე ჩინჩალაძის სახელობის სასამართლო. აი უზენაეს სასამართლო შეიძლება ჩვენ გქონდეს, როდესაც გვეყოლება სამართლიანი ხელისუფლება. თუ სადღაც ეს ჯაჭვი არ გაწყდა და ამაზე უარი არ თქვით ყველა სრულიად შეგნებულად, გააზრებულად ეს მიგვიყვანს იმ სამწუხარო ლოგიკურ და კატასტროფულ სიტუაციამდე, სადაც ფაქტობრივად უკვე ზღვარზე ვიმყოფებით, სადაც კონსტიტუცია არ არის, სადაც სამართალი არ არის და ადვოკატიც, საადვოკატო საქმიანობათა ზოგადად სამართალიც მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დაწერილი დარჩება. ასეთია ვითარება ახლა უზენაეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არიან ადვოკატები, იურისტები, იურიდიული ასოციაციების წარმომადგენლები, ანუ ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საკმაოდ სწორი ანალიზი გაუკეთოს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და სწორი დასკვნები გამოიტანოს. დასკვნა ერთია, რომ ქართული ოცნება ზოგადად გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, გაუქმებულია სამართლებრივი სახელმწიფო და შექმნილი აქვს ძალადობრივი რეჟიმი. ადვოკატები ჯერჯერობით ისევ არიან უზენაეს სასამართლოსთან, თუმცა რამდენიმე წუთში ისინი აპირებენ რომ დაიწყონ მსვლელობა ზუბალაშვილების ქუჩიდან და მივიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.